სახელმწიფოს კანდიდატმა ნინა ხატისკაცმა ჟურნალისტებს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც მისი არჩევის შემთხვევაში ომბუდსმენს ექნება. ხატისკაცის თქმით, ომბუდსმენმა კონკრეტული საქმეების გარდა სისტემური პრობლემების აღმოფხვაზე უნდა იზრუნოს. ნინა ხატისკაცმა საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს საქმიანობაში მთელი ქვეყანა უნდა ჩაერთოს, ამისთვის კი ომბუდსმენს თითოეულ სფეროში მოხალისეები უნდა ყავდეს. დღესვე ნინა ხატისკაცმა მისი კანდიდატურის დაყენების მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მისი მეუღლის კანდიდატურების დასახელების პროცესებზე გავლენა არ მოუხდენია. ხვდები სხვადასხვა ჯგუფებს, უმცირესობების წარმომადგენლებს, გეგმა უკიდე დამატებით შეხვედრებს. ამ შეხვედრების ნაწილი ინიცირებულია თავად ამ ჯგუფების მიერ, რა თქმა უნდა, ნაწილთან შეხვედრას უკვე მე თავად უწევ ორგანიზებას. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, აქ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ იმას, რომ თქვენ გაგიგიათ ჩემი მეუღლის გვარი, ალბათ თუ გაგიგიათ ისევ იმის გამო, რომ ის იყო ნინა ხატისკაცის მეუღლე და ის დააპატიმრეს, დააკავეს. იმაში, როდესაც ჩემი ქმარი დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი. ჩამომითვალეთ, მითხარით 1 ან 2 მეტი გვარი, რომელიც თქვენ ასე სიხშირით გაიგეთ, როგორც ჩემი გვარი. მე ვერ ვიტყოდი, რომ მე აქ დღეს იმიტომ მზივარ, რომ ჩემი ქმარი იყო ოცნების მხარდამჭერი.